ჩვენ გვინდა მივულოცოთ იმ ათასობით პატიმარს, რომელსაც შეეხება კანონი ამნისტიის შესახებ და რომლებიც ამ დღეებში დატოვებენ საპატიმროებს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ადამიანებმა ღირსეულად დააფასონ ის დიდი შრომა, რაც ახლადარჩეულმა პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა კომიტეტებმა გასწიეს. მე კარგად ვიცი რა რეჟიმში მუშაობდა ეს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ეს უპრეცედენტო და ისტორიული კანონპროექტი მოამზადა. საქართველოს პარლამენტმა გადადგა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უკვე შევიდა ქვეყნის ისტორიაში. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად უპირისპირდება საკუთარ ხალხს და ქვეყნის ინტერესებს. მის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ მოწყვეტილია რეალობას და მათი ყოფნა პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში არ ასახავს ქვეყნის მოქალაქეთა რეალურ განწყობებს. ვიდრე პირდაპირ ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია გადაიქცა საქართველოს განვითარების შემოფერხებულ ფაქტორად. მივესალმებით საქართველოს პარლამენტში გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც გადაიფარა სააკაშვილის ვეტო და ეს კანონი ამოქმედება. ამ ყველაფრის შემდეგ მე ვთვლი, რომ ნაციონალურ მოძრაობას აღარ აქვს მორალური უფლება ისაუბროს ამ ქვეყნის მოქალაქეთა სახელით, რადგან ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურად გაკვეთილ პარტიას, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა ამ ქვეყანას, ამ ხალხს და რომლის ლიდერებმაც უამრავი დანაშაული ჩაიგინეს, რაზეც უკვე მიმდინარეობს სამართალწარმოება. მე მოვუწოდებ ქვეყნის იმ მცირე ნაწილს მოსახლეობის, რომ გაიმიჯნოთ პლანური წარმოდგენების მქონე ნეობოლშევიკური სტანდარტებით მოქმედ ნაციონალურ მოძრაობას და საკუთარი ღირსეული წვლილი შეიტანონ დემოკრატიული ეროვნულ ფასეულობებზე აგებული თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში.